გურჯაანელი ვეტერინარები სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბურ კამპანიაში მონაწილეობენ, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ. თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ვეტერინარული პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული უნარების გაღრმავებას. სულ დაგეგმილია 500-მდე ცხოველის სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან და მთავრობასთან თანამშრომლობა, ერთად ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებ. სამტრედიაში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც განახორციელა ცხოველ მოყვარულებმა, ასევე უცხოელმა ვეტერინარებმა, მოხალისე ვეტერინარებმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ეს პროექტი ითვალისწინებს მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია, ვაქცინაცია, კასტრაციას და იდენტიფიცირებას, რომელშიც აქტიურად ჩართული ვარ მე, როგორც ერთ-ერთი ცხოველ მოყვარული, ჩემი მიკედლებული ცუგებთან ერთად, რომელთაც ჩაუტარდათ ყველა ეს პროცედურა. ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა და აი სწორედ ასეთი პროექტი და ასეთი მიდგომა შეამცირებს და საბოლოოდ აღმოიფხრება ქუჩაში მიუსაფრების არსებობა, რა თქმა უნდა დასრულდება მაგათი ჯოჯოხეთიც ამით და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩაერთო ამ პროექტში, განახორციელა ეს და მხარდაჭერა გამოგვიცხადა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით უკვე რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია, კასტრაცია, სოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. აღნიშნულ ღონისძიებებში ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრთან ერთად მონაწილეობენ გურჯაანის, გორისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური თავშესაფრების ვეტერინარები. აღნიშნულ პროცესის ფარგლებში ქართველ და პოლონელ ვეტერინარებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარება.